ცოტა ხნის წინ დაატოვა სიონის საპატრიარქო ტაძარი მეუფეშიო, თუმცა მედიასთან მას კომენტარი არ გაუკეთებია, ის იმყოფებოდა საპატრიარქო ტაძარში, სადაც პანაშვიდი აღევლინებოდა გარდაცვლილი პატრიარქის სახელზე. კომენტარი გააკეთა მედიასთან მამა ანდრია ჯაღმაიძე, მათ შორის ისაუბრა ანდერძზე, აღნიშნა, რომ პატრიარქის ნება ჯერ კიდევ 2017 წელს იყო გაცხადებული, როდესაც მოსაყდრად მეუფეშიო დაასახელა, თუმცა ფიზიკურად არსებობს თუ არა რაიმე წერილობითი დოკუმენტი, ამაზე მას ყურადღება აღარ გაუმახვილებია, ასევე ვკითხეთ, რა თქმა უნდა, სინოდის სხდომაზე, შესაძლებელია თუ არა წმინდა სინოდის წევრები შეიკრიბონ 40 დღემდე სხვადასხვა საეკლესიო საკითხებთან დაკავშირებით სასაუბროთ, ან 40 დღის შემდეგ რა პროცესები იქნება, თუმცა მამა ანდრია ჯაღმაიძემ არჩია, რომ ამ საკითხებზე ბევრი არ ესაუბრა. ანდერსთან დაკავშირებით მე გეტყვი, პირველი კომენტარი მას შემდეგ, რაც 2017 წლის 23 ნოემბერს პატრიარქმა გამოაცხადა თავისი მოსაყდრე, პირველი კომენტარის გასაკეთებლად ტელევიზიაში, როდესაც მივდიოდი, პატრიარქმა დამსვა და ამიხსნა რა უნდა მელაპარაკო. რომ ესაუბრებოდა თან ვერ უყურებდი ისე მედო ფურცელი და ვიწერდი მის ნალაპარაკებს, ეს ფურცელი შენახული მაქვს დღესაც. მან თქვა ასეთი რამე, აი რომ არისო მითქმა მოთქმა, სად არის ანდერძი, რა წერია ანდერძში. მაშინ გახსოვთ, რომ ძალიან უხერხული თემები წამოვიდა, რომ თითქოს ხამარზე კიდია გასაღები სეიფის და ასე შემდეგ. ეს სიტყვები მითხრა, ესე რომ ამობენ, რომ ხამარზე კიდიაო, ეს გასაღებიო თუ აქ არისო თუ იქ არისო. ეხლაო რომ მაგით აღარ დაინტერესდნენ, მეტი რაც უნდა ეწეროს ანდერძშიო. ის დავწერე და გამოვაცხადე ხმამაღლავ, რომ აღარ გქონდეთ ამაზე ბჭობა, ეს წერი ანდერძში თუ ის წერი ანდერძში. ამიტომ უნდა მივიჩნიოთ, რომ ბრძანება, რომელიც პატრიარქმა დაწერა და გამოაქვეყნა დაახლოებით 9 წლის წინ, ეს არის მისი ანდერძის სურვილი და ეს არის ანდერძი. წმინდა სინოდი ხომ არ აპირებს მომდევნო დღეებში შეკრებას? ჯერ არაფერი თქმულა ამის შესახებ. რომ იცოდეთ, განწყობა ჯერ ისევ არის სამგლოვიო. სიონის საპატრიარქო ტაძარში მყოფი წმინდა სინოდის წევრები დღეს თავშეკავებულები იყვნენ კომენტარებში, ამჯობინებენ, რომ გარკვეული დღეების განმავლობაში მათ არ ისაუბრონ სამომავლო გეგმებზე, მათ შორის შესაძლო კანდიდატებზე, ვინც შეიძლება მოიაზრებოდეს მომავალ პატრიარქად, ამბობენ, რომ გარკვეული დღეების შემდეგ ისინი ამაზე ხმამაღლა ისაუბრებენ. ვინ წარმოგიდგენიათ ვის კანდიდატურას? პატრიარქმა მოსაყდრედ დაადგინა სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო. ეს უკვე თავისთავად იმას ნიშნავს, რომ მისი ხმა, პატრიარქის ხმა ეკუთვნის მეუფეშიოს. ეს თავისთავად ცხადია, არანაირ კითხვას არ იწვევს. უნებრივია, რომ ჩემი სიმპათიები გამაჩნია გარკვეული ადამიანების მიმართ, მაგრამ ეს არაფერს არ ნიშნავს, იმიტომ რომ მე არც ხმის მისცემის უფლება მაქვს და არც რაღაცა გადაწყვეტილების უფლება. არ ვართ ისე, რომ ვაიმე რა გვეშველება, ვინ უნახოთ და საიდან მოვიყვანოთ. მსგავსი პრობლემა საქართველოს ეკლესიას არ გააჩნია და რომ არ გააჩნია, ესეც ჩვენი უწმინდესის დამსახურებაა, მინდა გითხრათ. საუბარი არ ყოფილაო, თუ ვინმე გეტყვით, საუბარი არ ყოფილა კი არა. ოფიციალურ საბუთში დაწერა, რომ მის მოსაყდრედ დაადგინა მან მიტროპოლიტი შიო. რაც შეეხება მომავალში რა მოხდება, ამაზე მე ვერ ვილაპარაკებ. საუბარი ვერსიები, სხვადასხვა ვერსიაზე ვრცელდება ინფორმაცია, თუმცა როგორც წმინდა სინოდის წევრები ამბობენ, კონკრეტულ სახელებს და გვარებს საზოგადოება უკვე რამდენიმე კვირაში გაიგებს.